ეს არის რაც არის. ეს არის რაც არის. ვოპ. ნინი არის ჩვენი დღევანდელი სტუმარი, ჩვენი ოქროს გოგო. გამარჯობა ნინიო. კარგად შენ? კარგად. ნინი არის ჩემი დის შვილი. ნანას უცროსი გოგოა და შეიძლება გეკითხებით ხოლმე იმედი ეს ჩართულია. მაგრამ ერთებული კი არის. ხო. შეიძლება გეკითხებით ხოლმე ვინ არისო თქვენიო? ნინიო და ნინი ვინ ხარ ჩემი? შენი დიშვილი ვარ. ჩემი დიშვილი. მე ვინა ვარ შენი? ბიძა. რას ლაპარაკობ? ბიძა გამოდივარ შენი? მართლა? ძია. კაი, გავგიცნობ, გითხარი რაღაცები შენზე. რამდენი წელი ხარ, სად ცხოვრობ, ვინ ხარ, რა ხარ, რა ინტერესები გაქვს? აინტერესებს ხალხს მარტო ვიდეოებში ხედავ. მე ვარ ნინო ქელეხაშვილი, ვარ 11 წლის. 11-ის ხარ უკვე? კი. დიდი გოგო. შენ გაბრიელზე დიდი ხარ. ჩამოვუშვი ხელები რომ ამოჩნდა კამერაში. გადაჟობის დროს ხელებს არ ატრიალებენ კამერის წინ. არეთ. მე როგორ ვიყო, იცი? არ უჭრი არაფერს. რასაც ვლაპარაკობ, მე და ეს რაღაცები ძგილაუთ ყველაფერი. ესეც ახლა დარჩება. კაი, გაგზელე. ეხლა რა თქვა? კიდე. რა თქვი როჯერ? რა ინტერესები გაქვს? როდის აშენი დაავადებით და ეგეთი რაღაცები. როდის ააშენებ საკუთარ სახლს, ხეს როდის დაგავ? საკუთარ სახლს, რავი, როცა წარმატებას მივახცე და ბევრი ფული მექნება. რა შეგინდა რომ წარმატებული იყო რა სფეროში? აი გაბრიელს მეკარეობა უნდა შენ? არ ვიცი. არ მაჯერა პროფესია. პროფესიაზე ისე ქალი გოგოები გვიან ფიქრობენ. შენ მოდებ მაცალიცენ ჯერ რა უნდა გაბრიელ? ხო. შენ რა გინდა ცეკვა? მე რა თქმა უნდა მეკარეობა მინდა. მეკარეობა გინდა კიდე? დაწუნებული ხარ? რა თქმა უნდა, სანამ არ მოვკვდები, აი. არ მოვკვდები მეკარეობა. ტვინს მიჭამს და ნევრობს მაწეწკენს, გინდა თუ არა გარეთ გამოიყვანენ, გარეთ ათამაშიო. ნინი, გაბრიელი სად უნდა იყოს? კარებში. კარებში. შენ სად უნდა იყოს? არ ვიცი. მე კაი, შენზე ვისაუბროთ ახლა ბავშვებს შენ საინტერესებს. საცხოვრობო? მე ვცხოვრობ გურამშვილის მეტროზე. ანუ გურამშვილზე. საზონში. ხო. სამზონში? სანზონაში. სამზონაში ცხოვრობს ნინი და არის მოცეკვავე. გითხარება შენ ცეკვის შესახებ. ცეკვა გამომდის, მაგრამ ეს ძალიანაც არ მინდა მოცეკვაზე ვიარო. ისე. ნანა, უყურე ამას. მე არა ესედაც იცის ხო ნანა? კი, იცის. კი, ორივე ვიცი, მაგრამ მაშინ გავარჯიშებენ ცეკვაში. დააცად. რა ვიცი, ცეკვაზე ცეკვავ. ხინკელის სტრაფად ჭამაში. არა, რა ნახე ცეკვის სახელები ხო არის, რასაც ცეკვები, რას გასწავლიან. რომელ ცეკვას? ხო. კაი, ჯერის გააგზავნო, სადაც დაიწყო, ხო ანუ? მაგრამ ანუ მშობლების ხათრით ცოტა ხანი ვივლი რა. თუ ცოტა ხარ გეგმა, ცეკვას არ გეგმა. ან მოცეკვავე არ მინდა რომ გამოვიდე რა. შენი აზრით, აი, მშობლებმა უნდა დაგიგეგმოთ, რაზე იაროთ, რა პროფესიაში შედგეთ, თუ აი, რასაც თქვენ გვიკარნახებთ, იმაში უნდა გამოვყვეთ. რასაც მე უკარნახებ, იმაში უნდა გამოვყე, მაგრამ ეხლა კი, რა თქმა უნდა. მაგრამ ეხლა აი რო არის შეიძლება ამ ცეკვას, კაი ვივლი ცოტა ხანი, მაგრამ საბოლოოდ მაინც არ დაგვეგმა რომ მოცეკვავე გამოვიდე რა. ისე ეხლა რო არჩევანის წინაშე დაგაყენო. ცეკვაზე იuliდი თუ ფეხბურთს? აი გითხრა, კაი, რომელიც შენ გინდა, ფეხბურთი ან ცეკვა? ფეხბურთი. ფეხბურთი. ფეხბურთი მოსება, ბავშვი ცეკვაზე ატარები. რა დესპოტი მშობლები ხართ, რა. არ უნდა ბავშვს ცეკვა, რასაც ცეკვა. რომელ გუნდში გქედა, ანსამბლში ხარ გუნდი? მურო გაგოშიძესთან ცეკვა. მურო გაგოშიძესთან ცეკვას. პედაგოგები კი ყავს არაჩვეულებრივი, მაგრამ არ უნდა ამ ბავშვს ცეკვა და რა ვქნათ. მაგრამ ახან დადიხარ, გული და სული უნდა ჩადო. მართალი ხარ, გული და სული უნდა ჩადო და არ უნდა დანებდე, არ ნუ აზდოს. წავეთკინება. ეს მეგობრებო, ორივე ჟღუნტელები გასცეს, გაციებულები არიან. ამასაც ნახე დღეს შეგდუდუკები. კაი, არ მომიჭირო. ესეც ცუდად არის. მეც გადამდეს გუშინ გამოსიცხა მქონდა და დღეს გაბრიელის ვარჯიშის და თამაშიც გამოტოვეთ. ნინი. რა მინდა რომ გითხრა. მოდი ორივე შეგეკითხებით. სოფელში უფრო კარგ დროს ატარებთ თუ რას? წერევნია, რა არც. საიდან სადიწმი, რომ გააკრახმალე მიდი. კაი, მიდი, რა იყო კითხვა? დამობულინგეს. ჩვენ ეს ხუმრობთ ხოლმე. შენ თუ რაღაცები გაგეღადაო, არ გაგეკურდეს. უფრო კარგ დროს ატარებთ თუ თბილისში? მოდი ვთქვათ ზაფხულში მარტო თორე მთლიანობაში ვერ იტყვით. სოფელში რა თქმა უნდა. სოფელში?
ზღვა თუ სოფელი? არცი სოფელი ჯობია, მაგრამ ზღვაც კაია. კაი, ერთი თვე სოფელში თუ სამი თვე ზღვაზე. ერთი თვე სოფელში და მე ორი თვე ზღვაზე წავა. ორი თვე, ანუ ჩვენ გაანაწილე რაციონალურად. ჩემ ზღვა თუ მთა? რა თქმა უნდა მთა. ჩამოუშვეს ხელები მე კადრში მე რაღაც. Sorry, ხო. I'm sorry. მთა ესე იგი, ხო? მე სიტის კაცი ვარ, მთა მოყვარს. მაგარი გეგმები გვაქვს მე დაგაპირდეს ახლა ამ ზაფხულს მარანაში. რაღაც მე გავაკეთებ და აი ვიდეოებსაც გადავიღებ. ჩვენ აი ამ პოდკასტებსაც იქით გადავიტან. მგონი დავასპოილერეთ ხო უკვე? რაღაცები თქვი, ნინი მარიც. ხო. მოკლედ ჩვენი ახალი ამბავი უკავშირდება ნიჩავს, მიწას და ცელოფანს. სხვას არ გზავნით. სხვა ამმართულებით გავაცნობთ ვიდრე ნინი ხავთ. არც არ ამბობს. რა ბიჭი უფრო ბევრი მეგობარი ხავს თუ გოგო? ბიჭი. მართლა? ბიჭებთან უფრო კარგად იმაშვები, მეგობრობ და კარგად ვერ ყვევი ბიჭებთან, ვიდრე გოგოებთან. და რატო რა გოგოებთან რა პრობლემა არ გვიზარია? გოგოებთან პრობლემა არ მაქვს, გოგოებთანაც ძალიან ჩვეულებრივ შემიძლია მეგობრობა, მაგრამ აი ბიჭებთან უფრო კარგად მეგობრობ. რაღაცნაირად. არ ვიცი როგორ. უფრო გამოგდის. იცი რატო? ბიჭებს ისეთი რაღაცების არ შურს, რაც გოგოსია და იმიტომ და შენ კიდე არ გინდა რომ ვიღაცებს რაღაცები შეატყო. შურები, აგრესიები, ჭორაობები. ბიჭებს კიდიათ რაღაცები, ფეხებზე კიდიათ, არ აინტერესებთ რა იგე ხარ, რაც გოგოსა. ბოღმიანები არ არიან ბიჭები. ბოღმიანები არ არიან გოგოსთან მიმართებაში, ანუ ბიჭი გოგოსთან, გოგო ბიჭთან. შენ უფრო მეტი მეგობარი ყავს. საერთოდ მეგობრები ყავს? კი, ბიჭები უფრო მე მეგობრებია, მაგრამ ერთი გოგო მეგობარი მყავს. ვინ არის რო არ ვიცი? ქრისტი ქვია, ძალიან მაღალი გოგოა, აი. მაღალია? ძალიან. კლასელია ჩემი. შენ მეგობრები ხართ? ელენე. მოსტია რა? ელენე. ვინ ელენე? შენი და? არა. ელენე, ხო, კიდე. სტივში ელენე, მაგრამ აბა ეგრანაირი მეგობრობა არის, სტივი ამინახი ერთი თვეა ვაფშე, მე მგონი დავშლი მაგუნ ცოტა ხანში. მე არ ვაქტიურობ სპეციალურად და ესენც არ აკეთებენ. როგორ არ დაგეგმეს გუშინ თამაში? მე რატო არ თამაშის? თუ დაგეგმეს სად არის? ჩამოვშვი ხელების სახეზე მოვიფარებ. აუ გაგაძევებ სტუდიიდან ახლა. შულინტები ჩამომდიდა, მაგრამ აი ვაგრძელებთ ნენის გაცნობას. მეგობრებო და ნენის უჭირს საკუთარი თავის პრეზენტაცია. მოდი გადავეხმარებ ახლა ამაში. მოდი ესეთ რამე გავაკეთოთ. გაბრიელ. ისმეთ. ნახოთ რამდენად იცნობ ნენი და ნენი რამდენად იცნობ გაბრიელს. კაი. დავიწყეთ. რა ფერი უყვარს გაბრიელს? ერთი ფერი მეყვარს მარტო ძალიან ადვილია. წითელი. სწორია წითელი. ნენი საფერი უყვარს? მე ერთი მეყვარს. ვარდისფერი? იასამისფერი? ეგ ერთ პარამეტრში ჩაიჭერი. კარგი. რომელი საჭმელი გიყვარს ყველაზე უფრო მეტად ნენის გაბრიელს? რომელი კერძი? ხომი? საიდან მოიტანე რა ხომი? არა. განინე გაბრიელს რა უყვარს? არიცი? კაი, სნექები რომელს ანიჭებს უპირატესობას ნენი? ალბათ, რავი, ყველა სნექი უყვარს. ხო? რა პასუხი? არ ყველა სნექი მიყვარს, მაგრამ ერთი მიყვარს განსაკუთრებით. რა აბა? სნიკერსი? არა. არა, ეს საერთოდ კარტონში არ არის, ეხლა ის. არ ვიცი, არასდროს ვთქვი. ჩიპსი? ჩიპსი, გაბრიელს? შოკოლადები რო უყვარს, ეგ ვიცი, მაგრამ რომელი? მე რა ვიცი, ტკბილია ამ სნექს ეძახიან, მე რაც. შოკოლადები აუგზავნეთ ნელა აღარჭა. აღარჭა. რასაც ჭამეს ტკბილად იცლება? მოდი შენ გეტყვი. იცლება? აი უყურტი. ბოროტი. კარგი. მოდი ახლა ასე თქვა, რომელი ფეხბურთელი უყვარს ნენის ყველაზე მეტად? მესი. მესი მიქაუტოდი კვარაცხელი. მე მახსოვს რომ ნეიმარზე გიждდებოდი და. კი, ნეიმარიც მეყვარს. ნეიმარი ახლა ძალიან რო მოიშალა ფეხბურთიდან და ვაფშე ყურადღებას რო აღარ ესწრებს, აღარ ხო, მოყვარს. დისციპლინო ტიპია. და გაბრიელს ვინ უყვარს ყველაზე მეტად? რონალდო. და მიქაუტოდი. კი, და შენ. და მიქაუტოდი. მე მაგარი მოთამაშე. თქვენ ჩემ თამაშები არ გახსოვთ 80-იან, 90-იან წლების თაობას ახსოვს ჩემი შედევრები. იმას რო გაუტანე გოლი, რა ქვია? კოლინას.
მე და კოლინა ერთ პერიოდში ის და მე იქ რა თვა მაგათ რა აჯერა მე მაგრამ ჩამოაყარა. არ ჩურბრამიდე თოვლი იყო სამზონაშიც? კი კაცო. აჰა გამოდენია სამზონაშიც თოვლი მოდე რა მაგითი მოგწევ არ ვიცი ანეკდოტები. სამე მოყევ მე ვიცი, ოღონდ ცოტა საშიშია, არ რავი, არ მგონია მოეწონას. ვიდავ აი დებილობა იყო თან ხატებთან რავი. იქით ხატები ყვა ძალიან ცუდი რაღაცეები, ძალიან ცუდი არაა, მაგრამ თქვა. კაი, მოდი ესეთი კითხვა მაქვს შენთან, ნინე. ჩვენ რომ მაშინ სარდაფში ჩავედით, მაგრამ შეგეშინდა? ობობების და ეგეთ რაღაცებს კი, მაგრამ ისე არა. ობობების გეშინია? მართლა გეშინია? აი ეს კვერცხები რომ ამოვიტანა ობობების. არა, მაგის არა, მაგრამ აი ჩოლებრივი ობობების კი, თან წავედა. შენ? ამას არა ჩოლებრივი ობობების ეშინია. მე მეშინია გიგანტების, ისე არ მეშინია. დაგიჭერიათ ობობა და ფეხები დაგიცილიათ? ეგეთ რამეები. არა, არც გაერთ. მეწოდება. კი, ეგეთ წოდოები არიან მაგ. ეგეთ რამეებით ერთობიან ხოლმე რაღაცეები. ერთობოდნენ ხოლმე. ექსპერიმენტებს ატარებენ რა იყო? რაღაცეები. ხო, არა, ფეხებს დააცილებენ და დააგდებდნენ. არა. კამერას უყურე, კამერას. შეიძლება მეც როდეს მე. ზოგადად არ მოყვარდა ეგეთ სადისტები რაღაცეები, მაგრამ მაინც. შეიძლება მეც კონდეს რაღაც ეგეთ სისულელე გადაკეთებული ის. ბოზისთვის ფრთების დაცლა და ეგეთ რაღაცეები. ხო. მე ერთხელ ცილა გამიგეთებია. ხო, რატო იყო ეს 14 ბიჭი? ერთობოდნენ მაგით ბავშვები, იცი? ჩემდროში. მე ბუზებს უჭერდი ჭიქებში. ჭიქებში? მე წავდი და ჭამდი? უბრალოდ ბაღა ყობაზე რომ ბაღაკები ჭამეთ. აი ეს ხორცი როგორი ძალიან გემრიელი იყო რა. შაურმაზე გემრიელი იყო. ახლა მე გავაყოფნა წვიმო მაგას შევჭამდი ერთ ბაღაკს ახლა. ანუ მე რო გავაკეთე, ის უფრო უკეთესი იყო თუ ნანამ რო მე ტაფაზე დაყარა. შენ რო გავაკეთე. მე რო გავაკეთე. მე მაგათ ვიცი ბაღაკების გაკეთე. მომავალ წელს უნდა გადასინჯოთ სამცხის ლოგოკინები. ძალიან გემრიელი იქნება. კი, და გემრიელად. ჩინელები რო ჭამენ. ჩინელები ყველაფერს ჭამენ, რასაც უზროვებენ. ნინი, აი, კაი, ახლა ამ თემას შევხვდეთ. რას არ შეჭამ შენ ცხოვრებაში არასდროს? ჩამოვშნი გაბლეხელი. ჩიტის ხორცს. ჩიტის ხორცს? მე უკვე ვიცი. რას? ძაღლის ხორცს არასდროს არ შევჭამ მე და კატის. ცხოველების ხორცს არ შევჭამ ქათმის გარდა. ქათმის გარდა? მწვადი გიყვარს? კი, თან ძალიან. მწვადი რის გაკეთდება? ღორის მწვადი გაკეთდება? კიდე აქლემის ხორცს არ შევჭამ. მოხაშული კალუშებისგან. ის გაკეთდება მაგალითად. აქლემის ფოტოშურის არ ვიცით საიმიროებისკენ ცოტა იქით ქვეყნებში. ახლო აღმოსავლეთში ძალიან ისეთია, აქტუალურია. აქლემის კუზს როგორ ჭამენ, ვიდეოები არ გინახავთ, როსერავენ და ნით აქლემის კუზს ეჭამენ, ქონებს თანთალებს. ხო, მოიამერევა. უარი და საშინელებაა, მაგრამ ვიღაცებს მოსწონთ რა. ნინი. მოდი გითხარი აი შენ ახლა მომავალში. აი რა პროფესიაში წარმოგიდგენია შენი თავი ყველაზე მაგარი, აი შემდგარი ქალი, ასეც ვთქვი. აი რა სფეროში ხედავ შენ თავს? ფეხბურთი. ფეხბურთი? როგორ უნდა მოხდეს ფეხბურთი, ჰა? მე შენ ცეკვი? მე მეკარე რა თქმა უნდა. მეკარეობის გარდა სხვა რამე? არა, აბსოლუტურად მარტო მეკარეობა. სხვა პროფესიაზე არ ვფიქრობ. არასოდეს არ ვფიქრობ. ნინი, რომელი არის შენ ძლიერი მხარე სკოლაში? მათემატიკა, ინგლისური, უცხოენები, ჰუმანიტარული რა არის? ისტორია, საქართველოს ისტორია, კარგად სწავლობ მაგას, მათემატიკასაც კარგად სწავლობ და ქართულსაც. მათემატიკას კარგად სწავლობ? კი. 7/7. 59. 59. ეგ არის? მე არ ვიცი. კი, 59. 8/8 გაბრიელ. 8/8 არის 69. კახური 64-ია. 64-ია მართლა? 64. ნუ, 64. 9/9 ხო? აი, გაბრიელის ძლიერი მხარე არის ინგლისური. მოდი გაბრიელი. ინგლისური ბუნება და მეტი არაფერი. მოდი ინგლისურად მოკლედ მოგუყავი შენი ბიოგრაფია. როგორ? შენი ბიოგრაფია ვინ ხარ, რა ხარ, რა მოგწონს? ინგლისურად. ინგლისურად? I'm Gabriel Shubitidze. I love
sport, football, and I am a goalkeeper. I love to save shots, and I am 10 years old. Do you have any brothers? Huh? What? Yes. I also go to 2 places to train, Dewa School and FC Sani. FC Sani is my social team, and Dewa School is individual training. Okay, very. ჩემი ძლიერი მხარი არის საქართველოს ისტორია. მაგას სწავლობ ყველაზე კარგად. მართლა? კი. სად ახარ ხარ, რომელ მამონაკვეთში ხარ საქართველოს ისტორიის? ეხლა დავამთავრე რაჭა-ლეჩხუმი. რაჭა-ლეჩხუმი? ხო. ეგ საქართველოს ისტორია თუ გეოგრაფიული მდებარეობებს სწავლობ? ხო, ანუ ჩვენი საქართველო რო არის, გაბრიელის მაგას სწავლობს ახლა. ომებზე ხარ გადასული? ჯერ არა, მე-7 კლასიდან დაიწყე მაგით რაღაცეები. ძლევაი საკვირველი რომელ ომს ეწოდება? ეგ არ მისწავლია ჯერ. ისე უბრალოდაც არ გეუბნებიან სკოლაში, რომ აი სოფლიო ისტორიაში ყველაზე აი ესეთი ბრუტალურ ბრძოლაში გავიმარჯვეთ, ყველაზე არაპროპორციულად, ანუ არანორმალურად დიდი რაოდენობა მოდიოდა ერთ კაცზე ჩვენ ბრძოლაში. რომელსაც ეწოდა ძლევაი საკვირველი და ამაზე არ გესაუბრია სკოლაში არასდროს. მუსლიმები იყვნენ თუ თურქები? ანუ პროგრამაში რახან არის მასწავლებელი ძლევაი საკვირველზე არაფერს არ გეუბნებათ? დავითა დიდგორზე არაფერს არ გეუბნებიან? დიდგორზე. დიდგორი ვიცი, მაგრამ ეგეთ სახელი არასდროს არ ვთქვია. რასწავლებლები აუცილებლად პროგრამა უნდა გიკარნახოთ, რომ ბავშვებმა ძლევაი საკვირველი იცოდნენ ელემენტარულად. მე მგონი არ უნდა ელოდებოდნენ მაინც და მაინც სკოლის პროგრამისა, როდის გიკარნახებს მე-7 თუ მე-8 კლასი. დიდგორის ბრძოლაზე უნდა ელაპარაკებოდეთ. დავით აღმაშენებელი. დიდგორის ისე ვიცი, მაგრამ ეგ თვითონ სახელი იგრო ერქვა, აი. ხო, დიდგორი მეც ვიცი. რა მოხდა აბა დიდგორის ბრძოლას რა უკავშირი? რითი არის საკვირველი ძლევაი? პეცებში მოგვა წინა პირობა მოგეცით, როგორც უნდა იმშევდეთ. რა მოხდა? აი ძლევაი საკვირველი როგორ გესმით ეგ სიტყვა თვითონ აბა? ისეთი რაღაც შეძლეს აღმოაჩენილა. ისეთი რაღაც გააკეთ შეძლეს, რასაც ადამიანები დაძლიეს და საკვირველი იყო ეს რანაირად ხდეს. კი ბატონო და აი დიდგორის ბრძოლა ზოგადად თუ გაგიგიათ, კაი არ გაგიგიათ, მოდი მეგეთქვით. ძალიან დიდი. აი როგორ თქვა, ნახე? ერთი კაცი, ერთი ქართველი იბრძოდა დაახლოებით 14 ან კიდე მეტი ადამიანის წინააღმდეგ. ერთ კაცზე მოდიოდა ამდენი ადამიანი. წარმოგიდგენთ, ერთი ქართველი და გარშემო რო ებრძოლა 14 ან 16 ამ პროპორციით რა ადამიანთან. და დაამარცხეს ჩვენებმა. რუსამას ვის ხარჯზე დაამარცხეს, იცი? იმ ხეობაში, სადაც შეიყვანა დავით აღმაშენებელმა ლაშქარი. უკან გამოსასვლელი გზა თვითონვე ჩაკეტა. შიშისგან ხო გარბიან ჯარისკაცები ახლა ხდება რომ მეომრები შიშისგან გარბიან ბრძოლის ველიდან. უკან რო არავინ არ გაქცეულიყო, თუ მანამდე სტრატეგიული რაღაცი კარავში იქიდან შემოულა და ზურგში დარტყმა და რაღაც წვერე მაღლობების დაპყრობა ამბები სტრატეგიულად სწორად დაგიგმეს, მაგრამ ყველაზე ბრუტალური, ყველაზე ვაჟკაცური რაც გააკეთეს, შევიდა ლაშქარი და უკან გამოსასვლელი გზა ზემოდან კლდიდან ჩამოყარეს რაღაცები ჩახერგეს, რომ ჩვენივე ჯარი უკან არ დაეხიათ აი ბრძოლა სიკვდილამდე. და გაანადგურეს 100,000-იანი თუ რაღაცა თუ 400,000. რამდენზე იყო? ჩვენ რამდენი ვიყავით სულ? რამდენი კაცი იყო ქართველი? 40,000 თუ რაღაცა ასეთი. და ისინი 100,000? კაცი კიდე მეტი. თურქები? ხო, მან როგორ არის ახლა სკოლაში კონკრეტული ციფრებია, მაგრამ ახლა რო გადახედო სხვადასხვა ისტორიული წყაროებიდან, უფრო პროფესორები რაღაცა სხვანაირად არის ციფრები მოყვანილი რა. მაგრამ ძალიან დიდი რაოდენობა შემოგვესია და ერთი ბეჭდი ქართველების არმიამ გაანადგურა რა. აი ეს არის ძლევაი საკვირველის ამბავი. რომელი მოსაჯიბრებოდნენ? არავინ არ მოსაჯიბრებოდა, კაცო ბრძოლა იყო. ხო და ჯიბრის კი არ არის, რა ქვია, კალათბურთი და ბრძოლა. კაი, ხლა რა ჩემი ისა რა ქვია. ხალხურს ეს ტელეფონი არ მომჭერდა ხელში. სად არის ეს iPhone-ათი? 11 სადაა ჩემი? მე რა ვიცი. იქ დოს. კითხები უნდა დამისვა და ახლა როგორ იქნება? აი იქ დოს გონი.
კაი, რაღაც კითხვებზე პირად ვიცი და მოდი აკითხო ზაგის უნდა დავამთავროთ თან, კარგი? Okay, come on. მოგლედ ნინის ერთ კითხვას ნინი დაუსმევ ერთ შენ. მოდი შენ დაგისვამეთ კითხვას რა. ერთ ბავშვს აინტერესებს. დიდი ხანია შეგვიკითხა და გავცეთ მოდი პასუხი. Okay, let's go. გაბრიელო ყვარაცხელიას რო შეხვდეო, რას ეთყოდიო ან საერთოდ როგორ მოიქცეოდიო? ცოცხლად რომ დაინახო. ძალიან კაი კითხვაა. ალბათ ჩავიხუტებოდი, ვეტყოდი რომ ყველაზე კაი ფეხბურთელი ვარ, ისა ყველაზე კაი ფეხბურთელი ხარ თქო. და ალბათ ჩავიხუტე თქვი. ვეტყოდი, ჩემი დავიბენი, ჩემი მაგრად. ჯერ ვეტყოდი, რომ ყველაზე კაი ფეხბურთელია. ჩავეხუტებოდი, ხელს მოვაწერინებდი, ფოტოგრაფს ავიღებდი. ავტოგრაფს. ხო. და დავაშვიდებოდი. რა უნდა ვქნა? სხვა. კაი, არა, კაი პასუხია. შენ ხარ გადავკოცხა. ვის? შენ კომბეს, შენ საყვარელ ფეხბურთელს. კვარა არის. შენ და მესიც. კაი, კვარაზე ვიცით ახლა ქართულს, მესის რო შეხვდე ეს რამე მოუწოდე ასე და ავტოგრაფს ავიღებდი, აი პირველ მაგას გავაკეთებდი. და ანუ მის იმებზე ვესაუბრებოდი რა, აი საიდან დაიწყო კარიერა და აი როგორ შეძლო ესეთი კაი ფეხბურთელი დადგა. რაღაცა პრობლემა ჰქონდა სიმაღლის და მაგაზე ვესაუბრებოდი, როგორ გადალახა ეგ პრობლემები. მაგრამ არგენტინული რო არიცი. სამგეოთ ინგლისური ხო იცი, მაგრამ მესიმ ინგლისური არის. ესპანური ის. ნუ რაღაცნაირად კომუნიკაციას დაამყარებდით რა. ეგრე შენც რა ბარად ვილაპარაკო ქართულად ბლოყუნად. არა გააგებინებდი ერთო სიტყვას. იცი ინსტაგრამში კვარას მიწერე რომ ყველაზე კაი ფეხბურთელი ხარ თქო და მინდა რომ ჩემი ოცნება არის რომ შენ განახო თქო. მე რა. მე არაფერი არ მოუწერია. ვინ არის გაბრიელი ხა გავკვა კვარა. შენ რო განახავზე შეპასუხს გაგცებს. საცალია მაგისთვის თორე იმიტომ კი არა რომ რაღაცისთვის ეს არის. კაი, ნინი გავიცანი, დავამთავროთ ამ მაშინამდე დღევანდელი ჩვენი ისა და საღამოს გეგმავთ რაღაცას. თავარია ამათმა ნამეტანი აღარ გაგვდონ. ნამეტანი აღარ გაიგუდონ ის დუდუკები აქვს წყულში და თუ ყველაფერი კარგად იქნება, რამის გასეირნებას მოვაწყობთ და კიდე ერთ კარგ ვიდეოს გლიჯობთ. ოკეი. იმედია ნინი გაიცანით. ცოტა მაინც და მაინც ბევრი სიტყვა არ დახარჯა. საკუთარი თავის ასადგენად, მაგრამ მე უფრო მეტი ვილაპარაკე, მაგრამ ვილაპარაკა ძალიან ბევრი ვერ მოახერხა. მაგრამ რაც გავიგეთ, გავიგეთ. ხოჭი, კიდე ერთი კითხვა, კიდე ორი. არა? всё, დავამთავრეთ. კაი. დავიღალე მეძინება დილით 7 საათზე ვდი. შენ რა იყო 8 საათზე რო წამოყავით? გამონინი ვითამაშე. და გამონინი ვითამაშე 3 საათამდე გეღვიცა, დგანა ვერ დავინახე. ტელეფონები რო განათებდა თავპირში. Я то აკოი. Roblox-ი და Brawl Stars-ი. კაი, აბა հետავით. ალუბა. დახვამდის. ოპ. ჰარბოპოპუ. ეს არის რაც არის. ოპ. ამასობაში გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. თქვენთვის მხოლოდ ერთი წკაპია ჩვენთვის ძალიან დიდი საქმეა. ბექადეშუბა 83. მადლობა.